ზოგადად ბატონიზიანის როლი არის პირდაპირ ვიტყვი განუზომელი გადაჭარბების გარეშე. ერთი რომ მიყვეთ 2011 წლიდან პროცესებს ამ ადამიანმა შეძლო შეუძლებელი. მე მახსოვს ძალიან კარგად 2011 წლის ვითარება ადამიანებს არავითარი იმედი არ ჰქონდათ იმისა რომ რაიმე შეიძლება შეცვლილიყო ამ დროს ვითარება იყო უმძიმესი ყოველას მახსოვს რაც ხდებოდა მაშინ რამდენიმე დღის წინ იყო საგამოძიებო კომისიის ხდომა სადაც კიდევ ერთხელ კონკრეტულ მაგალითზე გავიხსენეთ ის თუ როგორ ხდებოდა ადამიანების წამება რა პირობები იყო ციხეებში როგორი ზეწოლა მიდიოდა ბიზნესზე ბიზნეს რეკეტი აბსოლუტურად სისტემური ხასიათის იყო და შემდეგ ხო ანუ ამრავი უმძიმესი პრობლემა იყო და არავითარი იმედი არ არსებობდა ოპოზიცია იყო უგიდურესად სუსტი და ამ ფონზე პოლიტიკაში შემოვიდა ბატონი აიმანიშვილი იქაც ბევრი პესიმისტურად იყო განწყობილი საერთო სურათიდან გამომდინარე თუმცა მან თავისი ასე ვთქვათ ტაქტიკური ნაბიჯებით და რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი და კიდევ ვთქვი რომ რაღაც ჭადრაკისებური გათვლა შეუძლია მას თავისი ნაბიჯების სვლების და მხოლოდ ასე იყო შესაძლებელი 2012 წელს ცვლილებების განხორციელება მაშინაც იყო ძალიან დიდი ინტერესი ქვეყნის გარედან ეს ინტერესი იყო საპირისპირო ანუ ინტერესი იყო სწორედ იქით მიმართული რომ ცვლილებები არ მომხდარიყო თუმცა ამის გათვალისწინებითაც იმოქმედა ბატონმა ბიზნესმენმა და ყველაფერი ისე დაალაგა რომ საბოლოო ჯამში შეუძლებელი გახდა მათ შორის გარე ძალებისთვის არჩევნების შედეგების გაპროტესტება და ქართული ესმის გამარჯვების გაპროტესტება. შემდეგი წლებიც იყო ძალიან რთული, იყო კოალიცია აბსოლუტურად ეკლექტური და იქაც 4 წელი ისე გაიარა ქვეყანამ და მათ შორის ჩვენმა გუნდმა რომ გამოწვევები წარსულს დარჩა და 2016 წელს შეიცვალა მოცემულობა ამ კოალიციურობიდან ჩვენ გადავედით უკვე ქართული ოცნების ასე ვთქვათ ერთპარტიულ უმრავლესობაზე რამაც სტაბილიზაციისთვის ვითარების სტაბილიზაციისთვის შექმნა ძალიან კარგი პირობები შემდეგ იყო ასევე 2020 წელი საკმაოდ რთული პერიოდი შემდეგ 4-16 წლების პერიოდი ყოველ ჯერზე რა თქმა უნდა ბატონი იუნეშვილი იყო თავარი ფაქტორი რომელიც სტაბილურობას განაპირობებდა და განვითარებას განაპირობებდა ჩვენს ქვეყანაში. ახლაც ძალიან მნიშვნელოვან მომენტში მიიღო ბატონი იუნეშვილმა გადაწყვეტილება აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების თაობაზე. ეს იყო 1 წლით ადრე ბოლო საპარლამენტო არჩევნებამდე და რა თქმა უნდა ამ მოვლენამ მისმა დაბრუნებამ შეასრულა განსაკუთრებული როლი ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებაში და იმედიც გააჩინა. რა თქმა უნდა, კი, ანუ ჩვენ გქონდა მანამდე ცრთული 3 წელიწადი და რა თქმა უნდა, მან ჩაუყარა საფუძველი ყველა იმას, ვთქვათ, მიმართულებას, რომელმაც შეგვაძლებინა ჩვენ იმ 3 წლის განმავლობაშიც სირთულეების დაძლევა და 2024 წელი იყო ამ ყველაფრის კულმინაცია. მისი დაბრუნება ყოველთვის ნიშნავდა და ნიშნავს, რა თქმა უნდა, გუნდის თვისებრივ გაძლიერებას, ფუნდამენტურ გაძლიერებას და დღეს თუ ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობას, სტაბილურობას, ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება თანმიმდევრულად, ეს არის ყოველთვის მისი დამსახურება პირველ რიგში და მომავალშიც რა თქმა უნდა, ბიზნეს ფაქტორი განაპირობებს ქვეყნის სტაბილურ სიცოცხლესა და განვითარებას.